მოკლედ მე ხო შაბათ-კვირას დასვენება არ დამცალდა, სანდრომ დამირეკა. არის რაღაც თბილისის ზღვის გადაცურვის ღონისძიება. ეხლა არის დილის 6 საათი და წავედით. მანქანის გასაღები მომეც. მეგობრებო, ჩვენთან ერთად არის ეროვნული ფედერაციის სპორტი ყველასათვის პრეზიდენტი ქალბატონი მაია აზარაშვილი. ქალბატონო მაია, რაღაცები უკვე ვისაუბრეთ ჩვენ, თუმცა დაგისვამთ კიდევ დამატებით რამდენიმე კითხვას. პირველ რიგში მაინტერესებს ვისი ორგანიზებით ტარდება დღევანდელი ღონისძიება, ახლა სადაც ვიმყოფებით. მოგესალმებით, დიალოგ მშვიდობისა, მივესალმები ღონისძიების მონაწილეებს. ჩვენ ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ დღეს შედგება უნიკალური კარგად დავიწყებული ტრადიციული სახეობა თბილისის გადაცურვა. ტარდება სპორტის სამინისტროს, ქალაქის მერიისა და რა თქმა უნდა ჩვენი ფედერაციის ორგანიზებით. დღევანდელ ღონისძიებაში რამდენი მონაწილეა? დღევანდელ ღონისძიებაში გვყავს 40 მონაწილე 7 კილომეტრზე და 60 მონაწილე 1 კილომეტრზე. თუმცა უფრო მეტი მსურველები იყვნენ, ამას გავითვალისწინებთ მომავალ წლისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ მანამდე ძალიან ბევრი დაიწყებს ცურვაში ვაჯიშს და ძალიან ბევრი მონაწილე გვეყოლება. თამი გამარჯობა კიდევ ერთხელ. გამარჯობათ. როგორც ვიცი, საკმაოდ გვიანი წყება თქვენი აქტიური სპორტული ცხოვრება. დიახ, 44 წლის ვიყავი, როცა გადავწყვიტე ჯერ სირბილი, შემდეგ მოდიში ცურვა, მერე სირბილი და მოკლედ კარგი შედეგები მქონდა. ბოსფორი გადავწურე შარშანში. შარშან ბოსფორი და დარდანელი გადავწურე ერთი კვირის შუალედით. და პირველი ქართველი ხალი წესებით, რომელიც ესე ორჯერ გადაცურა ბოსფორი კი ბატონო და დარდანელიც სამაყვარულოებში. არ იქნება ცუდი რომ და ასევე ნახევარ აირონმენი მაქვს, ორი გაკეთებული მოგეხსენებათ იქ ცურვა, ველოსიპედი და სირბილი. და ესეთი მასშტაბური რაც დღეს ტარდება, ანუ 7 კილომეტრი ცურვა პირველად არის ჩვენთან. როგორც ვიცი, შესვენებები არის ამ 7 კილომეტრიანი მანძილის ცურვაში, ტრიატლონში. იცით, არც მიკითხე, იმიტომ რომ ახლა თუ დაგჭირდება შესვენება. ჩვეულებრივად შეგვიძლია რომ შევისწავლოთ ბუისთან, სადაც ბუი იქნება, დავისვენებთ დღევანდელი დღისთან. დღევანდელი დღისთან ესე განსაკუთრებულად არანაირ ერთადერთი რომ დილით მომიწია 6 საათზე ჭამა, რომ რასაც არასოდეს რომ აკეთებ. პირველ რიგში მაინტერესებს ესეთი კითხვა მაქვს. ოდესმე გვიანია დაწყება? არა, აი გამორიცხულია. ნებისმიერ ასაკში შეიძლება ვარჯიშის დაწყება. აქ თავარი არის არ იჩქარო თვითონ ამ როცა იწყებ ნებისმიერ სირბილია, ცურვა, სიარულია. თავარია ნელ-ნელა უნდა შეიყვანო ორგანიზმი ამ სავარჯიშო სივრცეში და თამას რაც უფრო ხანგრძლივია ეს პროცესი, აი შესვლა ამ სავარჯიშო პროცესში, მით უფრო დადებით შედეგი. თუ იჩქარებ, შეიძლება პირიქით უარყოფითი. ამიტომ ასაკს არა აქვს ნამდვილად მნიშვნელობა რა. ვთქვათ ახლა 80 წლის პლუსებში მივიღე მონაწილეობა ხო წელს ფინეთში. მსოფლიო ჩემპიონატში ერთი ოქრო ავიღე, ერთი ვერცხლი, ხო? 80 წელი. ესე იგი არა აქვს მაგას, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს რა. მოდი გადავახვილოთ სულ თავიდან, როდის დაიწყო პირველად თქვენი ისტორია სპორტში? სპორტში ცურვაზე მიმიყვანეს 1959 წელი იყო ზუსტად თუ არ ადრე თუ გახსოვთ რესტორანი არაგვი რომ იყო იმ ადგილას ადრე იყო ღია აუზი 50 მეტრიანი რომელიც კი არ თმებოდა არამედ მტკვრის წყალი შემოდიოდა და სანამ უძლებდით წყალბურთელებით მოცურავეები თქვა მანამდე იმ აუზში ვცურავდით ხოლმე 1959 წელს თქვენი მიღწევების შესახებაც თუ შეიძლება რომ მოგვიყვანოთ მიღწევები რა არის მიღწევები ბიატლი და ტრიატლი თანამედროვე ხუჭიტის ქვესახეობებია 2018 წელს ბიატლში ოქრო ავიღე მსოფლიო ჩემპიონი გავხდი ეს არის ცურვა უпроსტად სირბილი, ცურვა, სირბილი, ამთავრებს სირბილი და ტრიატლში
ასევე მსოფლიო ჩემპიონი ვარ, ეს არის ისვრი, მერე მიდიხარ ცურავ, მერე დარბიხარ და ეს 4 სერია უწყვეტ რეჟიმში. და შემდეგ უკვე ყინულ ჭილში ცურვაში, ზამთრის ცურვაში 7 გზის მსოფლიო ჩემპიონი ვარ. აქტიურ ცხოვრებას, ამ კუთხით სპორტულ ცხოვრებას ვეწევი და ჯერჯერობით სულ გული მიმიწევს და მიმიწევს კიდე რა და გაჩერებას არ ვაპირებ. ლევანდელ ღონისძიებასაც შევეხოთ. როგორც ვიცი, თან საქველმოქმედო ხასიათის არის და ძალიან მნიშვნელოვანია. არა, ეს აი მაია აზარაშვილმა მოგვიწყო დიდი ბრწყინვალე დღესასწაული. მეც მინდა გადაცურვა. გამარჯობა. გილოცავ გამარჯვებას. როგორ ემზადებოდი დღევანდელი დღისთვის? გავს, არ მეგონა პრობლემა. უმაგრესი შედეგი და. ამოდისმენდები. როგორ ემზადებოდი დღევანდელი დღისთვის? ეს პირველი შეჯიბი იყო. ძველ გამოდივარ და რა ვიცი. ჩემს ისეთი სიამოვნება იყო. დამსახურებული მესამე ადგილი გაქვს. სუნთქავს მეგობრებო ახლა ამ წუთებში ჩვენ ვხედავთ. როგორ ემზადებოდი დღევანდელი დღისთვის? მოცრავი ვარ და მეზადებოდი. დიდი ხანია რაც სულში ხარ? 3 წელი 2 წელი. ანუ სადღაც ელოდებოდი რომ დამსახურებულად გავხდოდი საპრიზო ადგილზე. წარმატებებს გისურვებ. მადლობა. მემზადებოდი, ცოლად ვარ მოცურავე, ან დიდი დისტანციების არა, სპრინტერი ვარ, არც კი წყალზე მქონია აქამდე გამოცდილება და არ ვიცი, ეს სპონტანურად გადავწყვიტე, რომ ვნახე, რომ დაიდო. რამდენი წელია რაც აქტიურად ცურავ? სპორტულად 6 წელია სადაც. თავარი პრობლემა რა გქონდა ეხა ამ სუნთქვის ვერ ხედავდი ნორმალურად ბუიოკებს. და მერეო და მიმართულება უმეტესილად და მიწევდა რაღაც დიაგონალებზე ცურვა. მაგრამ გაიმარჯვა. წარმატებებს გისურვებ. მადლობა დიდი. მადლობა. როგორ ემზადებოდი? რავი, ყოველდღიური ვარჯიშები. მაგრამ დიდ რო გითხრათ, ამ გაცურვისთვის არ ვემზადებოდით. შეჯიბრებისთვის. ისე ცურავ. რამდენი წელია რა თქმა უნდა? 1 წელია სერიოზულად დავიწყე და ისე 6 წლიდან დავდივარ ჩემთვის. ისე კიდევ ერთხელ გილოცავ და მადლობა წარმატებებს. ძალიან დიდი. How did you prepare? I didn't really prepare. I used to be a professional swimmer, but like 10 years ago, so I decided to try it out and go back to swimming this year. So Thank you so much and good luck. yeah, thank you so much for organizing this. This was super fun to take part in. Thank you. Thank you. მეგობრებო, აბსოლუტური გამარჯვებული ლუკა ხალაშვილი, გილოცავ პირველი ადგილი. დიდი მადლობა. 7 კილომეტრი გადაცურვა თბილისის სხვა. კი, ნამდვილად ჩელენჯი იყო ჩემთვის. როგორი ემოცია გაქვს? ბედნიერი ვარ მხოლოდ იმიტომ რომ ესეთი გამოწვევა პირველად მივეცი ჩემ თავს და მეგონი წარმატებით გავარჩი. გეგონა რომ შეძლებდი? ჩემ თავში ყოველთვის ვარ დარწმუნებული, მაგრამ რახან პირველი იყო ალბათ არსებობდა ალბათობა რომ ვერ გამოსულიყო, მაგრამ როგორ ემზადებოდი დღევანდელი დღისთვის? ზოგადად აქტიური მოცურავე ვარ. ამ ეტაპზე off season-ზე ვარ, მაგრამ როგორც კი ეს გამოწვევა მივიღე, მინდოდა რომ თუნდაც ერთი ადამიანისთვის ყოფილიყავი მაგალითი და ერთად დაგვენერგა ჩვენ ქვეყანაში განსაკუთრებული ცხოვრების წესი. რამდენჯერ შეისვენე? თუ გახსოვთ? შესვენება ეს არ მქონია გარდა იმისა, რომ ელემენტარულად ხუთი გამესწორებინა და გამესაუბრა სად ვიყავ. ისე შესვენება არ ქონია. რა, მე მგონი არა. Bravo! ხელებს გილოცავ. პირველი ქალი 7 კილომეტრი. Girl power. Girl power, of course. Woo! გაგიწევდა? არა, არ იყო ძნელი. შვიდად, ძნარად, საკმაოდ სტაბილურად. მე სიამოვნო, მინდა გითხრათ. როგორ ემზადებოდი დღევანდელი დღისთვის? როგორ? როგორ ემზადებოდი დღევანდელი დღისთვის? ვარჯიშობდი, ჩემთვის რაც მთავარია. მთავარია სიამოვნება მიიღო ვარჯიში და მე ყველაფერი კარგად იქნება. შეისვენე ბევრჯერ? კი, რამდენიმეჯერ გავჩერდი, გადავცურე ზურგზეც, მიცრავე ბრასითაც,
მაგრამ რაც თავარია, შვიდა და კარგად დავასრულე. მაგარი ხარ. მადლობა დიდი. გილოთ. დიდი მადლობა. მეტი გასურვებია სხვა. აი ვითხრეს რომ კიდე 800 მეტრი ზედმეტი გასურვება. 800 მეტრი ზედმეტი. გილოთ. დიდი მადლობა. წარმოიდგინე 800 მეტრი ზედმეტი გაცურვა. 7 კილომეტრს პლუს 800 მეტრი. Thank you so much. It's not easy. Thank you. ჩვენი ფედერაცია დღეს იყო მხარდამჭერი ამ ღონისძიების. და ესე ვთქვათ, მე ჩემი პირდაპირ ფუნქცია შევასრულე, რადგან ჩვენი ფედერაციის პირველადი ფუნქცია არის ცურვის პოპულარიზაცია. ამიტომ დიდი სიამოვნებით მივიღე მონაწილეობა ამ გაცურვაში. ამის გარდა მინდა გითხრათ, რომ ჩემთან ერთად გაცურვაში მონაწილეობდნენ ვეტერანი მოცურავეები, რომლებიც ასპარეზობენ ეგრეთ წოდებულ მასტერსის კატეგორიაში. ამავდროულად მე გახლავართ საქართველოს მასტერსის კატეგორიის ფედერაციის პრეზიდენტიც და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გუნდი ახლა ემზადება გაძლიერებულად ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება აგვისტოს ბოლოს სლოვაკეთის ქალაქ შამორინში. ასე რომ ეს ღონისძიება ჩვენთვის მოსამზადებელი ეტაპის, ესე იგი ერთ-ერთი ძლიერი ეტაპი იყო. Congrats on your win. დიდი მადლობა. Oh, you were speaking a little bit of Georgian. Soda Katuli. So which words? My favorite word, Tsala. I think it means strength, if I say it right. And Mishvidova, which means peace. Yes. Yeah. Wow. Madlova. As I know, you are a boxer. Diach. So how was the preparation for you? Oh, well, actually, I did absolutely nothing. I've been injured, unfortunately, and I saw this swim. I went to the pool to rehab. I went to the local pool and there was a poster for the Tbilisi Sea crossing. Wow. I swam here on my birthday, January the 2nd, when it was cold, and I thought, this sounds awesome. I wonder if I can do it. And I saw there were two distances. One was 1 kilometer, one was 7. And I thought, there's no way I could do the 7 kilometer there's a cutoff for 4 hours. And I swam 1 kilometer in the pool and it took me 24 minutes. So I thought I would be very close to cutoff time. But today I was very lucky. The Georgian waters welcomed me very well. And the weather as well. The weather, Sali and Lamazia, Tbilisi, Sali and Lamazia, Tbilisi say, Sali and Lamazia, Mer, Sali and Bednieri. Wow. Salian Mikhvach Sakatvelo. Tears on my eyes. I do really love Georgia. I love your country actually. Now that I've got the opportunity, I don't know where this is going, but I will take the opportunity to say you guys are the nicest people. Thank you so Yeah, much. I'm half And Italian. I love your vibe. You love what? Sorry? Your vibes. My Vibe. What do you mean? I my mean vibe. connection. Madlova, Didi Madlova, Mezmi. Yes. So now you are heading back soon? I don't know. I'm thinking about staying in Georgia. Every time Stay here forever. I would love to. Every time I stay longer. I'm Italian and Polish, and I really love it here. So I think maybe I'll stay and swim some more a little while longer. So stay here. Yeah. Good luck. Thank you so much.